მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო, დღეს ვისაუბრებ სასწორი ზოდიაქოში სავსემთვარეობის შესახებ, რომელიც 2026 წლის 2 აპრილს იქნება და ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით 2 კვირის განმავლობაში თავისი დიდი ეფექტის მომხდენი იქნება ჩვენს ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც კონკრეტულად ამ სავსემთვარეობას ახლავს თან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვფიქრობ, ეს სავსემთვარეობა მიიქცევს იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისთვისაც პარტნიორული ურთიერთობები წინა ფლანგზე არის ამ ეტაპზე. ეს შეიძლება იყოს როგორც ქორწინებაში, ეს შეიძლება იყოს სამსახურეობრივ ურთიერთობაში, მეგობართან, არა მეგობრებში, არამედ მეგობართან, როდესაც განსაკუთრებით ეს საუკეთესო მეგობრებს რო ვეძახით ხოლმე, ესეც სასწორი ზოდიაქოთი შეგვიძლია განვსაზღვროთ. ამავდროულად ადამიანები, რომლებთანაც ერთი ერთზე ტეტ-ა-ტე, ესე ვთქვათ, გვაქვს ურთიერთობა და ჩვენთვის ემოციურად მნიშვნელოვანი არის ეს ურთიერთობა. სასწორი ზოდიაქოს, როდესაც ვამბობთ პარტნიორულ ურთიერთობას, უკვე ხაზი გავუსვით, რომ ეს არ არის მხოლოდ სასიყვარულო, არამედ შეიძლება სხვადასხვა სფეროს ეხებოდეს ეს პარტნიორული ურთიერთობა, როგორც ვამბობთ ხოლმე, ხელი ხელს პანს ორივე პირს. სავსემთვარეობისას ხდება იმ ზოდიაქოს სფეროების წინა ფლანგზე წამოწევა, რასაც ეს კონკრეტული ზოდიაქო სიგნიფიკაციას უწევს. როგორც ვახსენეთ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასწორი ზოდიაქოში უკავშირდება ურთიერთობებს. ამ ურთიერთობების მაჩვენებელი კიდე მთავარი არის ბალანსი და ჰარმონია. ამიტომ არის სასწორი ზოდიაქო ერთგვარი ბალანსის მაჩვენებელი თვითონ ფიზიკურ დონეზეც კი ესე გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავსემთვარეობა არ ხდება წყლის ნიშანში და ჰიპერემოციურობით არ გამოიხატება, მაინც თემა, რომელიც უკავშირდება პარტნიორულ ურთიერთობებს, ეს ყოველთვის თავის სიმძაფრებს ატარებს ხოლმე. მნიშვნელოვანი არის მაინც გავითვალისწინოთ, რომ სჯობია ზუსტად ამ სავსემთვარეობის მთავარი იარაღი, ჰაერისტიკია, ანუ ლოგიკა გამოვიყენოთ. იქამდე სანამ გადაწყვიტავთ, რომ პარტნიორთან საქმე გაარჩიოთ, ეცადეთ მედლის მეორე მხარე დაინახოთ. ვინაიდან სასწორი ჩვენ ცხოვრებაში ბალანსის მთავარი სიმბოლო არის, უნდა გავიხსენოთ, რომ აქ მხოლოდ ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე. ეს საკმაოდ მტკივნეულად ჟღერს, როდესაც ვეუბნებით ადამიანს, რომელიც დაღლილი არის რაღაც ტოქსიკური ურთიერთობით, ან ცალმხრივი ურთიერთობით, ან გაციებული ურთიერთობით. აქ მთავარი არ არის ის, რომ ვინმე დავადანაშაულოთ. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საკუთარ თავში აღვადგინოთ ბალანსი, ჰარმონია და ცხოვრების ჯანსაღი სურვილი. და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი, რომელიც ორიენტირებული არის როგორც საკუთარ თავის ბედნიერებაზე, ასევე სხვის ბედნიერებაზეც, ვფიქრობ, სასურველ შედეგს მიაღწევს და მიიღებს. მადლობა ყურადღებისთვის და ყველას გისურვებთ ჰარმონიულ, ბედნიერ, სასიხარულო, სასწორულ ურთიერთობებს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებები.